დილა მშვიდობისა, ჩემო ხალხო. ნახეთ როგორ ანათებს მზე დღეს. ცივა ბიჭებო, მაგრამ საუკეთესო საშუალებაა გაღვიძებისთვის. დღეს ბლინები გავაკეთე, მათ კენკრით, აბა რა. ყავას ამ ტყეში სხვა გემო აქვს. თითქოს სიმშვიდის გემო. მეგობრებო, თუ ტყეში არასდროს დარჩენილ ხართ, სცადეთ. დღეს ვიწყებ დიდ თავგადასავალზე 24 საათიან გადარჩენის გამოწვევას ტყეში. ვნახოთ შევძლებთ თუ არა. ეს სოკო კარგად გამოიყურება, მაგრამ არ შეეხოთ თუ არ იცით. ველურ ბუნებაში უსაფრთხო საკვებისა და სუფთა წყლის პოვნა გადარჩენის გასაღებია. ნახეთ რა ვიპოვე. ცეცხლი გაძლევთ სითბოს, სინათლეს და მოხარშულ საკვებსავე, ნამდვილი მეგობარი ტყეში. ცოცხალ ხეებს არ ვჭრით, უსაჭირო არ არის. ეს ძველი ფიჭვები უკვე გადახრილია, აბა ძლიერ მორებს მომცემენ. თავშესაფრის აშენება ძალიან მნიშვნელოვანიასე. ეს უზრუნველყოფს ჩემს სითბოს და სიმშრალეს ამაღამ. ტყეს ყოველთვის აქვს ჩემთვის პატარა სიურპრიზები. ლავს. მეგობრებო, რაღაც უცნაური ვიპოვე. შეხედეთ ამ ნაკვალევს. ვისი შეიძლება იყოს? ეს ჩემი ნაკვალევი არ არის და ძალიან ცოტა ხნის წინ დატოვეს. რაც უფრო ღრმად შევდივარ, მით უფრო საინტერესო ხდება. რას ფიქრობ? ვფიქრობ, აქ რაღაცამ ან ვიღაცამ გაიარა. და ეს დიდია. მოიცადე, შეხედე ამას. უცნაური ნაკვალევია. ასეთი ცხოველი არ ვიცი. ხო, არ შევამოწმოთ. წამოდი, წავიდეთ ფრთხილად. ჩეთ, გაიცანით, ჩემი ახალი მეგობარიოთ. მგონი ბევრ ვიდეოს გადავიღებთ ერთად. მეგობრებო, ვერ გადარჩა. ბევრი არ უწვალია. ცოტა მწვანილი, ცოტა ზეთი. ვცდილობ პატივისცემით მოვამზადო. ჩვენ ბოსტნეულით გავტენეთად სიმბოლურად ტყის სიუხვით. ახლა კი აგურის ღუმელში ვართ ბიგფუტის მეთოდით. რუა соуსი გავაკეთოთ ვათბეთ და აქ მოდის ჩვენი პარტნიორი მათ სლობოდას მაიონეზი. მშვენივრად მუშაობს ტყეშიც კი. და არ იყოს მენანები. ახლა შევიტანოთ შიგნით. ასეთი კერძი ტყეშიც კი იშვიათია. უგემრიელესია. მაგრამ რატომღაც თავს უხერხულადაც გრძნობ. აი ეს არის ცხოვრება. აბა, ჩემო ხალწო, მადლობა რომ ეს დღე ჩემთან ერთად გაათარეთ.